დიახ, მან გამოთქვა პრეტენზია, რომ თითქოს არა, რეალურად ასეც იყო, არც მალ აბუჩა თავიგდე მისი კომისია და მისი სამდივნო და მე ვფიქრობ, თუ კი სიმართლეზე გვინდა რომ გქონდეს პრეტენზია, ვინმე თუ ამ ქვეყანაში რაიმეს აბუჩათ იგდებს 13 წლის თავზე ეს ადამიანი, არ ვიცი, სხვა პირებთან ერთად 20 წლის წინ რაღაც ჩადენილ თუნდაც დანაშაულებებს რომ იძიებს ახლა 2025 წელს 13 წლის მართლობაში ყოფი ძალა. ამ ადამიანებს სურდათ რომ პარლამენტი გადაექციათ მორჩილ მასად, მაგრამ არ სურდათ რომ ერთფეროვან ადამიანთა მორჩილ მასად გადაექციათ, ვინაიდან გარედან, დასავლეთიდან უნდათ რომ თვალს მოეთყუებია არ ვიცი, ევროპელის თვალს, ამერიკელის თვალს ვერ დაენახა რეალობა. უნდათ რომ გაყალბებული არჩევნების შედეგად იქ ყოფილიყო ქართული ოცნების გარდა სხვებიც. და მადლობა ღმერთს, ეს ნაბიჯი არავინ არ გადადგა ქართული ოპოზიციიდან და ამით შესაძლებელი გახდა დღეს სოციალური მნიშვნელოვანი პროტესტი, მათ შორის რუსთაველის გამზირზე. მაგრამ რაც შეეხება საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ კომისიას არალეგიტიმურ პარლამენტში, რომელსაც არ ცნობს სოფლიოში არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა. არ ცნობს არც ერთი დემოკრატიული ქვეყანა ამ ქვეყანაში ჩატარებული არჩევნების შედეგად. არ მიხვედით კომისიაზე, როგორც არალეგიტიმურ პარლამენტში არ გინდოდათ ეს აღქმულიყო, როგორც პარლამენტის ლეგიტიმაციის ცნობა, ეს იყო თქვენთვის მთავარი мотиваცია თუ კიდევ სხვა мотивებიც ჰქონდათ? მოგახსენებთ, დიახაც ერთი უმნიშვნელოვანესი ეს იყო ჩემი როგორც მოქმედი ამ შემთხვევაში პირველ რიგში საქართველოს დამაზრდ ვისაუბროთ მოგვიანებით იმედია საქართველოს მოქალაქის შემდეგ პოლიტიკოსის მიმაჩნია ხა ზღვარი პარტიული ზღვარი წაშლილია ამ ბრძოლაში და ალბათ მართლაც მომეცემა შესაძლებლობა ამაზე ორიოდე სიტყვა ვთქვა, მაგრამ როგორც მოქალაქესაც ამ მასკარადში მონაწილეობის მიღება არ სურდა და არ გსურდა კოალიციას შევებს არც მე არც ზურას არც ნიკას და არც მივიღეთ და თანაც ამ არალეგიტიმურ ეგრეთ წოდებულ პარლამენტში წარმოიდგინეთ აი ეს ეგრეთ წოდებული საგამოძიებო კომისია მათივე რეგლამენტით ხომ გულისხმობს რომ უნდა იყოს დაკომპლექტებული ოპოზიციონერი დეპუტატების მიერაც. ანუ მინიმუმ ნახევარი საგამოძიებო ეგრეთ წოდებულ კომისიაში ოპოზიციონერი დეპუტატებიც უნდა იყვნენ. ხო, ეს კიდევ აი არალეგიტიმური პარლამენტის კიდევ არალეგიტიმური კომისია და ერთი საარჩევნო სიით გაყალბების შედეგად გაყვანილი და შეყვანილი აი ამ სანოტარო ბიუროში ადამიანები მე გაიშალნენ და თავად წარმოშვეს ვითომ ოპოზიციური პარტია, არ ვიცი, ეს ინჯიას შვილით და არ ვიცი, სოძას უბარი და კიდევ ვიღაცები და თითქოს ის არის ოპოზიციური წარმომადგენლობითაც დაკომპლექტებული. აი ახლა აბსოლუტურად რო გავაციო ჩემი ემოციები. ეს არ არის დიანა მასკარადი და ცირკი, არის მასკარადი და ცირკი. და მე მიმაჩნია რომ პოლიტიკოსებს ამ მასკარადში და ცირკში განსაკუთრებით პოლიტიკოსებს არაფერ შეგეძლოთ რომ თუ შეხვიდოდით პარლამენტში, ის არ იქნებოდა ასეთი მასკარადი და ცირკი, იქნებოდა ბევრად უფრო საინტერესო, მაგრამ ეს არის თქვენი პოლიტიკური პარტიების გადაწყვეტილება, დრო აჩვენებს ალბათ რამდენად ზუსტი, სწორი და გათვლილი. მე მინდა კითხოთ თქვენი დამოკიდებულება ხა უყურებთ ვადევნებ გადაცემებს. არ მაქვს არანაირი დამოკიდებულება, თუ ამ გზით თქვენ მიყავთ შედეგამდე, რა თქმა უნდა, ვიტყვი რომ არ ვიყავი მართალი. სირე ნაწილი მე ვფიქრობ, არა დიანა, ვათქვევით თუ შეიძლება. დიახ, გისმენ. ის რომ დღეს სამართლიანად თუ ნაკლებად სამართლიანად თუ მთლიანად უსამართლოდ ოპოზიციური პარტიების მიმართ ისმის კრიტიკა და ამაზეც ვისაუბრებ, ხო? მისაღებია ამას შევეხები მოგვიანებით ოდნავ მაინც არ არსებობს რომ არ შევეხო ის არ დავასრულებ გადაცემას, მაგრამ ვერანაირი პროტესტი ამ ქვეყანაში ვერ შედგებოდა, ვერანაირი მხარდაჭერა დემოკრატიულ სოფლიოში ამ პროტესტს ვერ ექნებოდა, ვინაიდან პროტესტი არ იარსებებდა თუ პოლიტიკური ოპოზიციური პარტიები არ გადადგამდნენ იმ ნაბიჯს, რომელიც გადაიდგა, რომელიც მათ შორის არ გადაიდგა 2020 წელს. და ჩემთვის განსაკუთრებით ჩემი მეგობრებისთვის არის უმტკინველესი გასახსენებლად. თუმცა რა თქმა უნდა ამისთვის ბოიკოტი დაირღვა და მაშინ ამერიკის შეერთებული შტატების
ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების პოზიციას, უნდა და არ უნდა ივანიშვილის რეჟიმი თვალს უსწორებდა და მაშინ შეგვიძლია ჩვენ გარდატეხა შეგვეტანა, მაგრამ არა უშავს ეს გარდატეხა მაინც მოხდება, ეს ბოჯოდოებული წრე მაინც გაირღვევა ამ ქვეყნის მომავლის სასარგებლოდ, ამ ქვეყნის წარსული ისტორია და აწყო არ დამარცხდება, რასაც არ უნდა ცდილობდეს ფრიდონ ინჯია, წულუკიანი და სოზა სუბარი, მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილი მათ, არ ვიცი, ნაღდი ფულით თუ სხვადასხვა ნატურით თუ სხვადასხვა მეშვეობით და საშუალებებით ფულს ჩუქნიდეს და ამდიდრებდეს. მე არ მჯერა, რომ ქართული ოცნების მაღალი თანამდებობის პირთა უდიდეს ნაწილს არ უყვარდა, ან არ უყვარს ახლა საქართველოს, მაგრამ უყვარს ისეთი საქართველოს, სადაც შესაძლებელია, რომ სუვერენიტეტი არ არსებობდეს, დამოუკიდებლობა არსებობდეს, მაგრამ არსებობდეს ივანიშვილის ფული. ეს მას უყვარს, მათ ეს უყვართ. ამიტომ დიახაც წილი დაყარია უკვე წლების განმავლობაში და ამ წლების განმავლობაში კარგია თუ ცუდია, ორივე შეიძლება ითქვას, ცუდიცა და კარგიც, რომ დროთა განმავლობაში მრავლდებოდით ჩვენ ის ადამიანები, ვინც ხედავდით ივანიშვილში მინიმუმ საეჭვო სახელმწიფოებრივ ელემენტს, მაგრამ ახლა ვართ აბსოლუტურ უმრავლესობაში, პირველად ხდება 5 თვის თავზე, როდესაც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მიმდინარეობს აპარტიული ბრძოლა, არა პარტიული დაპირისპირება, არამედ რეალური სახალხო ეროვნული დაპირისპირება. აქამდე დიანა დავასრულებ თუ შეიძლება. აქამდე მიმდინარეობდა მხოლოდ და მხოლოდ და ეს ნორმალურია, ვინაიდან ჯანსაღი და სტანდარტული პოლიტიკური პროცესი ამას მოითხოვს, პარტიებს შორის დაპირისპირება და ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში, ამ უბანში, ამოდან ვიცი და კარგი გიდა ოცნება იყოს, გიდა სხვა პარტია იყოს. მაგრამ 5 თვე არის მხოლოდ, როდესაც პარტიული ზღვარი წაიშალა და ამ 5 თვის თავზე გასაგებია, რომ არიან ადამიანები, ვინც 5 თვის თავზე ელოდა შედეგს. მაგრამ ის შედეგი რომ არ დადგა, ჯერ არ ნიშნავს, რომ არ დადგება მომდენო 5 თვის თავზე ან კიდევ უფრო შემდეგი 5 თვის თავზე. თავარია ახლა თანმიმდევრობა, ნებისყოფა, თუ კი აქამდე მნიშვნელოვანი იყო ჩემის აზრით, ჩვენი აზრით, უშიშრობა და გამბედაობა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისყოფა. არ შეიძლება თავს გრძნობდე ძალიან მართალ ადამიანად, გქონდეს ძალიან დიდი იმედი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლური დემოკრატიული ასე თანამეგობრობა შენ იმდენად დაგიჭერს მხარს, რამდენადაც საკმარისი იქნება ამ ქვეყანაში დემოკრატიის გასამარჯვებლად და შენ ფარხვალი ჩამოყარო და ხელები ჩამოუშვა მხოლოდ იმიტომ, რომ შენ უბრალოდ 5 თვის განმავლობაში დაიღალე პროტესტით. არა, არ დაიღლება ნამდვილად აი ეროვნული ინტერესით გამშვალული მოქალაქე. არიან ადამიანები, ვინც დაიღლებიან, არა უშავს. ნიკა, როგორც ხდები გრძელ პროტესტზე ვერ გადაწერს წულუკიან ივანიშვილი ვერანაირი კრემლის ხარდაჭერით.